უკვე ლაივში ვარ. მოგესალმებით. ცოტა ხანს დაველოდოთ, სანამ შემოგვიერთდება კიდე ხალხი. იმედია, კარგად ხართ, მეგობრებო. შვიდობა ნინო, გაკურთხოთ უფალმა. ჩვენთან დღეს მშვენიერი მზიანი ამინდია. ალბათ თქვენთანაც, თქვენ უფრო მზიან ქვეყანაში ცხოვრობთ. აი, უკვე 7 კაცი. კარგით, მეგობრებო, ალბათ უნდა დავიწყოთ ნელა-ნელა და დანარჩენებიც მოგესალმებით, ჯულიეტა. ალბათ ნელა-ნელა დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან. მოგესალმებით, გუგული, მაიკო. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მალე სულ უფრო ჩამოცხება და ჩამოცხება. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ ცხოვრებაში არის ის, რომ გვყავს უფალი იესო ქრისტე და ის გვაძლევს იმ შვიდობას გულებში, იმ რწმენას, იმ მომავალს, რომელსაც გასაგებია, რომელსაც ველტვით. შვიდობა მოგცეთ, ძვირფასო, ჯერჯერობით მგონი მარტო დებო, მაგრამ შესაძლებელია მე ძმებით შემოგვიერთდნენ. არ ვიცი, ხე ჯგუფში არ ვარ დაკურვებული. ვინ ყავს გაერთიანებული. კარგით, მეგობრებო, დღეს რაზეც მინდოდა მესაუბრა, მოგესალმებით. რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს არის აღთქმის განახლება. სხვათა შორის ამ დღეებში კოლეჯში ვასწავლი და იქ გარკვეულწილად ვეხები ამ თემას. თუმცა, როდესაც გუშინ პასტორმა სპარტაკმა შემომთავაზა, რომ მოგმსახურებოდით და დავთანხმდი და ვფიქრობდი, რაზე უნდა მელაპარაკა. განეწყო ჩემი გული, რომ აი ამ თემაზე მელაპარაკა, რადგან დღესდილასაც ისეთ საკითხს შევეხე წმინდა წერილს რო ვკითხულობდი, დავინახე რომ ხელმნიშნულობა აქვს ამ ყველაფერს. შვიდობა მოგცეთ ღმერთმა ყველას. იცოცხლეთ, მადლობა დიდი თქვენს გაკურთხებთ უფლის სახელით. ჩვენ ყველა ერთად ვართ კურთხეული, ერთი ოჯახი ვართ, ერთი მამის შვილები ვართ. რაღაცეებში უკვე ვიცით როგორ უნდა ვიქონიოთ ჩვენს მამასთან ურთიერთობა, როგორ უნდა დავიმკვიდროთ აღთქმები, არის რაღაცეები, რაშიც ჯერ კიდევ გაზრდა გვჭირდება და როგორც წეგან ერთ-ერთ ჯგუფში ლექციაზე შევეხე, კოლეჯში ვასწავლე ქრისტეს სიმართლეს. იქ ხაზი გავუსვი ერთ მომენტს. ძალიან დიდი წყალობაა, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა. ძალიან დიდი წყალობაა ღვთისა, როცა ყველა ჩვენი სურვილი არ კმაყოფილდება. იმიტომ რომ არა გარკვეული გამოწვევები, გარკვეული განსაცდელები, ხანდახან ტკივილები, ხანდახან იმედგაცრუებანი ჩვენ ალბათ ვერ გამოვნახავდით დროს, რომ მოვიძიოთ ღმერთი, დავსვათ კითხვები. რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში ისე არაა ყველაფერი როგორც უნდა იყოს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია რომ უნდა იყოს. ადამიანი მეფობისთვის არის გაჩენილი, ბატონობისთვის არის გაჩენილი. ჩვენ სამეფო ოჯახის შვილები ვართ. და როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც მეფეებს და ბატონებს შეეფერებათ, ჩვენ გვიჩნდება კითხვები, ჩვენ განვიცდით დისკომფორტს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიბატონოთ ერთმანეთს. პირიქით უფალი იესო, ვებატონოთ ერთმანეთს. პირიქით უფალი იესო ქრისტე გვეუბნება, რომ ჩვენ ვისაც გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ დიდები, ვიყოთ სამეფო დიდებით, სამღვდელოების დიდებით შემოსილნი, პირიქით ყველას მსახურნი უნდა გავხდეთ. მაგრამ ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის, იცით? თუ ერთმანეთს ვემსახურებით, როგორც უფალი იესო ქრისტე გვემსახურებოდა, ჩვენ უფალი იესო ქრისტეს დიდებით ვიმოსებით.
ამიტომ რა თქმა უნდა პატივია თითოეული ჩვენგანისთვის ერთმანეთის მომსახურება. ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე თქვენ და მიმომსახურება სიტყვით, თქვენთვის ერთმანეთის მომსახურება მანდ, ვინც უფრო ახლოს ხართ, ვინც შორის ხართ, ხან გამხნევებით, ხან შეგონებით. მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა გადაწყვეტილებებია მისაღები, რაღაცა კითხვებია დასასმელი, რაღაცა მიზეზები არის მოსაძიებელი. ვიცოდეთ რა არის ამა თუ იმ მოვლენის მიზეზი ჩვენს ცხოვრებაში. რამე თუ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში თმის ერთი ბეწვიც კი ჩვენი მამის ნებასურვილის გარეშე არ დავარდება. რომ ბეღურა ძალიან იაფიღირს იმ დროინდელი ასარი ახსენა უფალმა ქადაგების დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემაო თქვენი ზეციერი მამის ნებასურვილის გარეშე. თურმე ყველაფერს აქვს მიზეზი ჩვენ ცხოვრებაში. და კარგია რომ ეს ასია, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის შვილები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი შემთხვევითობაზე. ჩვენ ისეთი ღმერთი გვყავს, ისეთი მამი გვყავს, რომელიც ყველაფერს დაწვრილებით ითვლის, ყველაფერს დაწვრილებით გეგმავს. წარმოიდგინეთ ჯერ თვითონ ადამიანის ორგანიზმი როგორ არის შექმნილი. ყველაფერი თავის ფუნქციას ასრულებს. ყური ღებულობს რაღაცა ბგერებს. შემდეგ ამ მიღებულ ინფორმაციას იღებს შიგნით, ამუშავებს და გარდაქმნის ჩვენი ტვინისათვის მისაღებ ფორმაში. და შემდეგ ეს ტვინი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და აგზავნის გარკვეულ ბრძანებებს ჩვენი სხეულის სხვადასხვა ასოებისადმი. აი მაგალითად ვინმე რო გთხოვოს, ერთი ჭიქა წყალი დამალევინე. ეს არის გაურკვეველი ბგერები. ყველას არ შეუძლია ამ ბგერების მიხვედრა. მაგრამ ადამიანის ნათქვამის გაგება შეუძლია. ძაღლმა შეიძლება ვერ გაიგოს, თუმცა მისი გაწვრთნაც შეიძლება. სხვა ენაზე რომ დაგელაპარაკოს ვინმე შეიძლება ვერ გაიგო. მაგრამ ღმერთმა ისე საოცრად მოაწყო, რომ ტვინი ღებულობს ამ ინფორმაციას, შეუძლია გადათარგმნოს, მიიღოს ეს ინფორმაცია. შემდეგ შესაბამისი ბრძანება მისცეს სხეულს, რომ ადგე სადღაც ჭიქა მონახო, წყალი აავსო და მიაწოდო იმას, ვინც გთხოვა. ხედავთ როგორ ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. თუ თვალმა მხედველობა დაკარგა, თელაი ამ ჯაჭვში ვეღარ შევძლებთ თხოვნის შესრულებას, იმიტომ რომ ვეღარ მივაგნებთ ჭიქას. თუ ყურმას მენა დაკარგა, ვეღარ გავიგებთ. შეიძლება ტვინი არაჩვეულებრივი ანალიზის უნარის მქონე იყოს, მაგრამ ვერ შეძლოს ინფორმაციის მიღება, რადგან ყური ვერ მოისმენს. შეიძლება ყურიც კარგი კონდეს, თვალიც კარგი კონდეს, ანალიტიკური უნარიც კონდეს, მაგრამ ხეიბარი იყოს ადამიანი და ვერ შეძლოს ადგომა და იმ საქმის გაკეთება, რომლის გაკეთებაც თხოვა მოყვასმა. ხედავთ ყველაფერი გადაჯაჭვულია. შემთხვევით არაფერი ხდება. და წმინდა წერილში წერია, რომ ყველა ასოს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი დავალება, რომ ქრისტეს სხეულში ყველა ჩვენგანს ჩვენი ადგილი გვაქვს მოცემული, იმ მარადიული უზენაესი მიზნის აღსასრულებლად, რომლისთვისაც გაგვაჩინა ღმერთმა ამ ქვეყანაზე და იმ ყოველდღიური პატარ-პატარა მიზნების აღსასრულებლად, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავისი შედეგი. ერთხელ მეგობრებო, რაღაცა საკითხზე სულ ახალი მორწმუნე ვიყავი და რაღაცა საკითხზე ვლოცულობდი. რაღაცა ბიზნესი წამოვიწყე. იმ დროისთვის ეს 2000 წელი იქნებოდა ალბათ, 99 წელი შეიძლება. 22-21 წლის წინ. საკმაო ისეთი თანხაც გავიღე, რომ დამეწყო ბიზნესი კონკრეტული და ყველაფერი უკუღმა დამიტრიალდა. უკაცრავად გავთიშოთ ამ ტელეფონი, თორემ ყველაფერი უკუღმა დამიტრიალდა და ვსვამდი კითხვებს. მინდოდა იქ რაღაცა ტრანსპორტის შეძენა, მანქანის შეძენა, მინდოდა იქ რაღაცა საქმის გამართვა და როდესაც ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც მე მქონდა დაგეგმილი, რა თქმა უნდა იმედგაცრუებამ ჩემში ტკივილი გამოიწვია და დავსვი კითხვა, უფალო, რატომ არ გამოვიდა ეს? მე ხომ სიკეთე მინდოდა. თუმცა ეს მე ვფიქრობდი, რომ სიკეთე მინდოდა.
და უფალე დაელაპარაკა ჩემს გულს და მითხრა, აი შვილო, შენ რაც გინდოდა, აბა დაუკვირდი ამ მიზანში, ამ ოცნებაში. სად იყო ჩემი ადგილი? იქ მანქანის შეძენა, იქ ფულის შოუნა, იქ კონკრეტული საქმის წარმოება. და როდესაც დაუკვირდი, მინდოდა რა მანქანა, არასოდეს მიფიქრია იმ მანქანის შეძენა იმისთვის, რომ კონკრეტულად ღმერთის თუნდაც ერთ საქმეში მაინც გამომეყენებინა. არ მომსვლია თავში აზრად. ახალი მორწმუნე ვიყავ. ბიზნესი, რომელსაც ვაპირებდი და შემოსავალს ველოდი, იმ შემოსავლის დახარჯვის გეგმებში და გზებში ერთი პუნქტიც კი არ იყო ისეთი, სადაც უფალს გავითვალისწინებდი. ალბათ იყო იქ რაღაცა შესაწირის, შეწირვა და ასეთი რაღაცა ისიც ზედაპირულად. და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერს, რასაც გეგმავდი, იყო ჩემი პირადი მიზნების, ჩემი პირადი გეგმების განხორციელებაზე მიმართული. და როდესაც ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ღმერთთან ერთად არ ვაგროვებდი. და უცებ იმ მომენტში მკაფიოდ გავიგონე ხმა ჩემ შინაგანში. ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ის აბნევს, ის ფანტავს. და მე ზუსტად ვიცოდი, რომ ღმერთთან ერთად არ ვაგროვებდი. და იმ მომენტში იმდენად შეძრა აი ამ გამოცხადებამ ჩემი გული, რომ მუხლებზე დავემხე და უფალს უთხარი, უფალო, იცი რა, აქამდე მე არაფერს ვაკეთებდი შენთვის. და თუ რაიმე სიკეთეს ვაკეთებდი, ისიც ალბათ იმიტომ, რომ ჩემი არასრულფასოვნების განცდა დამემარცხებინა, ან თუნდაც თავი მომეწონებინა ადამიანების წინაშე, ან თუნდაც საკუთარ თავთან, ან თუნდაც აპლოდისმენტები დამემსახურებინა. ასეთები ვართ ადამიანები. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ, გაუცნობიერებლადაც კი იმისთვის, რომ ჩვენს თავს მეტი ავტორიტეტი შევძინოთ. უფრო მეტი მოწონება დავემსახუროთ, მაგრამ თუ უფრო წრფელები ვიქნებით, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ არის რაღაცა მიზნები ჩვენს ცხოვრებაში, რაც სრულიად გამორიცხავს ღმერთის სახელის განდიდებას. ნუ ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მომენტში მე ჩემი თავი დავიჭირი ამაში, რომ ყველა ის მიზანი, რომელიც მომოძრავებდა, ყველა ის ძალისხმევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გავწია ამ კონკრეტული მიზნების მისაღწევად, არ მოიაზრებდა უშუალოდ ცათასასოფევლის ინტერესებს, ღმერთის ინტერესებს. მე შემრცხვა, მე მივხვდი, რომ იმედგაცრუება თუ მქონდა, ეს არ იყო იმედგაცრუება ღმერთში, ეს იყო იმედგაცრუება ჩემს ღირებულებებში, ჩემს ხედვებში. მე არ შემეძლო საყვედური მეთქვა ღმერთისთვის, იმიტომ რომ თუნდაც ღმერთის სახელს ვახსენებდი, თუნდაც ღმერთს ვთხოვდი შეწევნას, ღმერთისთვის არაფერს ვაკეთებდი. მაშინ, როდესაც უკვე ვიცოდი და მაღლიდან შობილი ვიყავი და გაცნობიერებული მქონდა, რომ იესო ქრისტე მოვიდა ამ ქვეყნად და მოკვდა ჩემი გულისთვის. ყველაზე ძვირფასი დათმო, თავისი სიცოცხლე, ზეცა მიატოვა, მოვიდა ადამიანის მსგავს ცოდვილ ხორცში. მას თავაზობდნენ სამეფოებს, თავაზობდნენ პატივს, დიდებას, თავაზობდნენ იმ ძალაუფლების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და კიდე ალბათ რამდენ რამეს თავაზობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაზეც მე და თქვენ უბრალოდ არ ვიცით, იმიტომ რომ წმინდა წერილში ყველაფერი ასე დაწვრილებით არ წერია. მაგრამ მან თქვა, რომ სხერპლი და შესაწირი არის სულვე ღმერთო. არამედ სული მოდრეკილი. მე მოვედი იმისთვის, რომ აღვასრულო ღმერთის ნება და არა საკუთარი სურვილები და გეგმები. ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაახლოებით 8 თუ 9 თუ 10 თვეც მორწმუნე ვიყავი, მაღლიდან შობილი, ღმერთით ვხარობდი, ვსარგებლობდი ყველა იმ სიკეთით, რომელიც ქრისტეს ჯვარცმა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ეკლესიაში. თურმე მაინც ყველაფერს, რასაც გეგმავდი საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. და შემწყვა, როცა ეს გავაცნობიერე. მუხლებზე დავდექი და მე მივიღე ისტორიული გადაწყვეტილება. და მას შემდეგ დაახლოებით 23 წელიწადი გავიდა და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ გადაწყვეტილებას, აი ამ შეთანხმებას ერთგული დავურჩე, არ ვუღალატო. გავაცნობიერე რა, რომ ის, ვინც ღმერთთან ერთად არ აგროვებს, ის ფანტავს, ის ყოველთვის
ზარალდება, ყოველთვის წაგებაშია, ყოველთვის იმედგაცრუებაშია, მომინდა რომ ღმერთთან ერთად შემეგროვებინა. რომ რასაც მოვაგროვებდი ის ღმერთისთვის ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა, რომ წაგებული არ უყოფილიყავი, წაგებული და იმედგაცრუებული არ აღმოჩენილიყავი. მუხლებზე დავდექი და უთხარი უფალს, უფალო, მაპატიე რომ ჩემთვის ვშრომობდი და ჩემთვის ვწვალობდი მხოლოდ. მე ვხვდები რომ ის ვინც შენთან ერთად არ აგროვებს ის ფანდავს, ამიტომ მე ვღებულობ გადაწყვეტილებას ამიერიდან შენთან ერთად შევაგროვო. შენთან ერთად ვიშრომო, შენს ყანაში ვიშრომო, შენი მსახური ვიყო, შენ მოგიძღვნა ჩემი ცხოვრება. მე ვიშრომებ შენს ყანაში, შენ კი უფალო იშრომებ ჩემს ყანაში. ჩემი ყოველივე ამიერიდან იქნება შენი, შენი კი ჩემი. იცით, წმინდა წერილი ასე ზედმიწევნით კარგად არ ვიცოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ იესო ქრისტე სწორედ ასე ლოცულობდა, ზეცი რომ მამა, ჩემი ყოველივე შენია, შენი კი ჩემი. იესო ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთობა მოციქულმა პავლემ შეადარა ცოლისა და ქმრის ურთიერთობას. და განა ასე არ არის? კანონიც კი, იურიდიული კანონი, სამოქალაქო კოდექსი უზრუნველყოფს, რომ ცოლისა და ქმრის ერთად შეძენილი ქონება ორივეზე ერთნაირად ნაწილდება. ის, რაც ქმრის არის, მთლიანად ეკუთვნის ცოლს და ის, რაც ცოლის არის, მთლიანად ეკუთვნის ქმარს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ უმუხთლოს მეუღლეს, თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ თავისი თავისთვის იცხოვროს მხოლოდ, მაშინ იქ დღის წესრიგში გაყრა დადგება. სანამ ჩვენი ცხოვრება ეკუთვნის ღმერთს, მანამდე ღმერთის ცხოვრება გვეკუთვნის ჩვენ. სანამ ჩვენი ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს, მანამდე ღმერთის ყველაფერი გვეკუთვნის ჩვენ. სანამ ჩვენი დიდება არის ღმერთი, ღმერთის დიდება ვართ ჩვენ. მე შეთანხმება დავდე. იცით, ამ შეთანხმებას მოუწია გამოცდა. ამ შეთანხმებას 1000 გამოწვევა ქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ვდგებით ხოლმე გამოწვევების წინაშე, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ვღებულობთ. და ჩვენ არა ვართ იესო ქრისტეზე არაფრით უკეთესნი. არა ვართ ჩვენ მეფე დავითზე არაფრით უკეთესნი. არა ვართ მეფე საულზე არაფრით უკეთესნი. პირიქით, როდესაც იოსებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღმერთისთვის მიეძღვნა საკუთარი თავი, მის ცხოვრებაში უამრავი გამოწვევა მოვიდა. როდესაც დანიელმა გადაწყვეტა, რომ ღმერთისთვის მიეძღვნა საკუთარი თავი, მის ცხოვრებაში უამრავი გამოწვევა მოვიდა. ჩვენც, როდესაც გადავწყვეტ, რომ ვუერთგულოთ ღმერთს რაღაცაში, აუცილებლად ამ ჩვენს გადაწყვეტილებას გამოცდა ელის. და წარმოიდგინეთ, იესო ქრისტემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეტოვებინა ზეცა და ჩამოსულიყო ამ დედამიწაზე, რათა მამის ნება აღესრულებინა, მაგრამ მის ამ გადაწყვეტილებას პერიოდულად სხვადასხვა გამოწვევის გადატანა, სხვადასხვა განსაცდელის, გამოცდის გადატანა უწევდა. მე როგორც წერია წმინდა წერილში, დრომდე ეშმაკი გაშორდებოდა მას. დრომდე მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ კვლავ მოუწევდა უფალი იესო ქრისტეს დადასტურება, დამტკიცება იმისა, რომ ის აგრძელებს არჩეულ გზაზე დგომას. ის აგრძელებს ღმერთთან დადებული შეთანხმების ერთგულებას. ის აგრძელებს მამასთან აღთქმაში ყოფნას. და ყოველთვის, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ახლოვდება ეტაპი ღმერთის მონახულების, ყოველთვის, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მოდის ახალი ეტაპი, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის, უფრო მეტი კურთხევის დამკვიდრების, უფრო მეტი ძალაუფლების დამკვიდრების, გარღვევის ფინანსებში, განკურნების, საზღვრების გაფართოების თუ ასე შემდეგ, ყოველთვის დღის წესრიგში დგება ადამიანის ცხოვრებაში შეთანხმების გადახედვა. რამდენად ერთგული რჩება ადამიანი იმ აღთქმისა, რომელიც ერთ დროს დაუდო ღმერთს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის აღთქმა, რომელიც დავდეთ ნათლობით ღმერთთან. ჩვენ მოუკვდით საკუთარ თავებს, ჩვენ მოუკვდით საკუთარ მიზნებს,
დავიმარხეთ იესო ქრისტესთან ერთად, ჯვარს ვეცვით მასთან ერთად და ამოვედით წყლიდან, როგორც ახალი ქმნილებანი, როგორც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე. და როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩვენში. ქრისტე ცხოვრობს ჩვენში. რას ნიშნავს ეს? საჭმლის ჭამა აღარ გვჭირდება, დასვენება აღარ გვჭირდება, რა თქმა უნდა გვჭირდება. მაგრამ თუ გავიხსენებთ იმას, რომ ჩვენც ღმერთის კუთვნილებანი ვართ, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენც უნდა მივიღოთ სიამოვნება ქრისტესთვის ცხოვრებაში. ვისაც შვილები გყავთ, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ სიხარულს განიჭებთ, როდესაც თქვენი შვილები გახარებულნი არიან. სიხარულს განიჭებთ, როდესაც თქვენ შვილებს რაღაცას უკეთებთ და თქვენი შვილები ხარობენ, იყენებენ და კურთხეულნი არიან ამით. დიახ, ისინი თქვენს ნებაში რჩებიან, ისინი თქვენს სიამოვნებას განიჭებენ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენ თქვენი ნაშრომი უწილადოთ, ან სახლი, რომელსაც აშენებთ, დაუტოვოთ. ან იწოდებოდნენ ისინი თქვენი სახელით. ან თუ დაჭირდება თქვენი დაცვა, პირველები გამოენთოთ, როგორც არწივი, როგორც კრუხი, როგორც თუნდაც ღმერთი თავის შვილებზე გადაფარებული და ჩადგეთ მტერსა და მას შორის. დიახ, ეს ასეა. ცხოვრება ღმერთისთვის არ ნიშნავს იმას, რომ შენ აღარ ღებულობ სიამოვნებას. ღებულობ სიამოვნებას, მაგრამ როგორც ღმერთის ძე და ასული, როგორც ღმერთის ოჯახის წევრი. იცით, ახლა ერთ წიგნზე ვმუშაობ, ვარედაქტირებ და იქ წერია ასეთი რამ, თუ მიხვდები, რომ ღმერთმა მოგცა შენ სიამოვნების ემოცია, თუ მიხვდები, რომ ღმერთმა მოგცა პირში გემო, თუ მიხვდები, რომ ღმერთმა მოგცა ცხვირში ყნოსვა, თუ მიხვდები, რომ ღმერთმა მოგცა თვალებში სინათლე და მხედველობა, თუ მიხვდები, რომ ღმერთმა მოგცა მანქანა, მაშინ როდესაც ჩაჯდები მანქანაში და გაატარებ, შენ ამ მანქანის გატარებით ღმერთს განადიდებ. როდესაც გემრიელ საჭმელს შეჭამ და სიამოვნებ, იმით რომ ეს ფუნქცია, რომელიც ღმერთმა მისცა შენს ბაგეს, დიდებას მოუტან ღმერთს თუ ამ ფუნქციას სწორად გამოიყენებ. ამიტომ ღმერთის სადიდებლად ცხოვრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ტანჯვაში და ტკივილში უნდა ვიყოთ. მაგრამ იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ თუ საჭირო იქნება, ტანჯვასაც გაუძლებთ. თუ საჭირო იქნება, ავარვარებულ ღუმელშიც შევარდებით. თუ საჭირო იქნება, ჯვარზეც გავეკვრებით, იმიტომ რომ ჩვენთვის უმთავრესი არის იესო ქრისტე. და მის გარდა არავის გვინდა რომ ვიცნობდეთ. ისევე როგორც იესო ქრისტესთვის ვიყავით ჩვენ უმთავრესი და მას როდესაც დაუდგა არჩევანი, ქვეყნიერების სიმდიდრე თუ შვილების გადარჩენა მამისთვის, მან სიმდიდრეს ჩვენი თავები ამჯობინა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ღარიბ ღატაკი იყო, ან მშიერი იყო, ან მწყურვალი იყო. როდესაც 40 დღიანი მარხვის შემდეგ მას მოშივდა, მას შესთავაზეს, რომ ქვები პურებად ექცია, მაგრამ თუ ამ ქვების პურებად ქცევა მოემსახურებოდა იმის დამტკიცებას, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძე იყო, ანუ მისი ავტორიტეტის ამაღლებას, ანუ სასწაულის მოხდენას, რომ ეშმაკისთვის დაემტკიცებინა მართლა ღმერთის ძე იყო თუ არა, ამ შემთხვევაში იესო ქრისტე უარს იტყოდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის არ მოსულა თავისი ავტორიტეტის დასადასტურებლად და ასამაღებლად. ის მოვიდა ღმერთის პოტენციური შვილების გადასარჩენად. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არაერთხელ დადასტურდა, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგებით, ღმერთის სახელის განდიდება, თუ ჩვენი კუჭის გაძღობა, ღმერთის სახელის განდიდება, თუ ჩვენი ოცნების აღსრულება, ღმერთის ნების აღსრულება, თუ ჩვენი გეგმების განხორციელება, ისევე როგორც იესო ქრისტემ მიიღო მამის ნების სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ჩვენც იგივენაირად უნდა მივიღოთ მამის ნების განხორციელების სასარგებლოდ გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ის თუ ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის ცხოვრობს, ჩვენც უნდა მოუკვდეთ საკუთარ თავებს და ვიცხოვროთ მისთვის. მე შემთხვევით არ ვახსენე, მეგობრებო. წმინდა წერილში წერია, რომ ყოველ დიდებას, ყოველ წარმატებას, ყოველ გამარჯვებას წინ უსწრებს წინ უსწრებს მსახურება, წინ უსწრებს
მოყვასის სიყვარულში გაწაფვა. წინ უსწრებს აღთქმის განახლება, ხელახლა დადასტურება, რომ უფალო აქ ვდგავარ, დიახ ღმერთო, მე მჯერა რომ შენ მაკურთხებ ამ საქმეში, მაგრამ რომც არ მაკურთხო, მე ბოლომდე შენი ერთგული დავრჩები. იცით, ისაკში უნდა ყოფილიყო კურთხეული დედამიწის ყოველი ტომი. და ღმერთს უნდა ეჩვენებინა თავისი ყოვლის შემძლეობა და ღმერთს უნდა ეჩვენებინა როგორ გამრავლდებოდა ისაკი ა ブラ ჰამისთვის. მაგრამ სანამ ამას აჩვენებდა, რატომღაც გადაწყდა რომ აღთქმა განახლებულიყო ა ブラ ჰამსა და ისაკ შორის. და სანამ ისაკი ცოლს მოიყვანდა, ა ブラ ჰამს უთხრეს, შემომწირე შენი ძე, შენი მხოლოდ ჩობილი. შენი ისაკი. რა საინტერესოა რა? აი 25 წელიწადია კაცი დადის ღმერთს ემსახურება. ღმერთის ერთგულებაში ათენ აღამებს. არაერთხელ დაამტკიცა რომ ღმერთი მისთვის ყველაფერია, მაგრამ უკანასკნელი გარღვევის წინ, უკანასკნელი კურთხევის წინ, როდესაც ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, როდესაც უნდა მოხდეს ისეთი რამ, რაც შემდგომ წლების შემდეგ ღმერთს გაუხსნის ხელფეხს იმისთვის, რომ ახლა უკვე მან შემოგწიროს თავისი ძე, გამოგზავნოს თავისი მხოლოდშობილი ძე, აიყვანოს სამსხვერპლოზე, სწორედ იმ მთაზე, სხვათა შორის, სადაც ა ブラ ჰამს თხოვეს, რომ ისაკი მოეტანა სამსხვერპლოზე, ა ブラ ჰამს ეუბნებიან, შენი ძე შემომწირე, აბა, ვნახო ერთი ერთგული ხარ კიდე ჩემი აღთქმის. აბა ვნახო ერთი იქ დგა ხარ კიდევ სადაც დამპირდი რომ იდგებოდი. რა საინტერესოა რა მეგობრებო. ეს მინდა წერილის პრინციპია. აი ცოტა ხანში იოსები უნდა გამოიყვანონ და პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მაგრამ ის ვინც უნდა მიიტანოს ფარაონთან სიტყვა რომ არის კაცი რომელიც ღმერთის სულით სიზმრებს ხსნის, ის კაცი იოსებთან ხვდება საკანში, ის და მისი მეგობარი და ნაცვლად იმისა რომ პატივი და ღირსება დაიმსახუროს, მისი მეგობარი იოსებს სახეში ურტყამს, მხოლოდ იმიტომ რომ იოსებმა ღმერთის სულით მისი სიზმარი გაშიფრა. და ერთ-ერთი რომელიც დააწინაურეს, ისევ მეფის კარზე დააბრუნეს, იოსების სიტყვებს ადევნებს სატოსაღოდან, რომ მიხვალ გამიხსენე. დავიტანჯე. მე მხოლოდ ღმერთის მსახურება მინდოდა. იოსებს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ის ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი გახდება. არ იცის, უბრალოდ იცის, რომ ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდება, სადაც მისი დედა, მამა, ძმები თაყვანს სცემენ მის დიდებით შემოსილ ცხოვრებას. ეს წვრილმანები და დეტალები არ იცის, მაგრამ იმედი აქვს ალბათ, რომ ახლა ეს მინისტრი ფარაონის ავა იქ ფარაონთან და ეტყვის, იქ ერთი კაცია. ხო მენდობი, პატიოსანი კაცია, იმან მიწინასწარმეტყველა, რომ შენს კარზე დაუბრუნდებოდი. გაანთავისუფლე რა, ალბათ ამას ფიქრობდა იოსები, მაგრამ ღმერთს ხო არ მეკონდა ჩაფიქრებული, ღმერთს ჰქონდა გარღვევა ჩაფიქრებული, ღმერთს ჰქონდა კურთხევა ჩაფიქრებული, მაგრამ ამ კურთხევის წინ, ნაცვლად იმისა, რომ მოფერებოდნენ იოსებს, მეორე მინისტრმა სახეში სილა გაარტყა. თუ არ ვცდები, შეიძლება ფილმიდან მახსოვს, მაგრამ მეორე მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც მახსოვს. გავიდა და რამოდენიმე წელიწადი კიდევ დაავიწყდა, ყველას დაავიწყდა. ალბათ იოსები, როდესაც ის მინისტრი გაანთავისუფლეს სატოსაღოდან, ერთი დღე ფიქრობდა, აი ეხლა დამიძახებენ. ერთი კვირა ფიქრობდა, აი ეხლა დამიძახებენ. ალბათ ჯერ დაიბანა, ოჯახი ნახა, საცალია ეხლა კაცო, ჩემთვის შვილები, მეუღლე, ცოტა ხნის წინ კინაღამ მოკლეს და ალბათ გახარებულია. მე აღარ ვახსოვარ, მაგრამ აუცილებლად გავახსენდები. აი უკვე ერთი თვე გავიდა, ორი თვე გავიდა, სამი თვე გავიდა და იოსებმა ხელი ჩაიქნია. არა, ამ მინისტრსაც აღარ გავახსენდი. ეს გამოცდა იყო, მეგობრებო. ეს გამოცდა იყო, როდესაც მან პოტიფარის ცოლს ლოგინში დაწოლაზე უარი უთხრა, ეს გამოცდა იყო. მას შეეძლო იოლი გზა აერჩია, სადღაც კომპრომისზე წასულიყო. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაეფასებინათ მისთვის ღმერთის ერთგულება, პირიქით სირით დასწამეს და ციხეში ჩააგდეს. ეს გამოცდა იყო. მაგრამ რამხელა კურთხევის წინ,
რამხელა დიდებული გარღვევის წინ, რა დიადი გეგმის განხორციელების წინ. რატომ ვლაპარაკობ ამაზე, მეგობრებო? ყოველთვის, თითქმის ყოველთვის ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ღმერთი ამზადებს რაღაცა გარღვევას, რაღაცა კურთხევას, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას, ის ჯერ შეამოწმებს ხოლმე, აბა, ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. აბა თუ გვახსოვს ჩვენი აღთქმა, რომელიც დაუდეთ ღმერთს, როცა მოვინათლეთ. აბა თუ ისევ ღმერთია ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი. აბა თუ შეგვიძლია ისაკის მოტანა სამსხვერპლოზე, თუნდაც საკუთარ თავზე ძალიან გვიყვარდეს იგი, ოღონდ ღმერთთან შევინარჩუნოთ ურთიერთობა. და ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს. წმინდა წერილში წერია რა, ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს და მიიღებს სიცოცხლის უჭკნობ გვირგვინს. 5000 წელიწადი გავიდა მას შემდეგ ალბათ, რაც იოსები ციხიდან გამოვიდა და პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ დღესაც აღფრთოვანებულები ვართ მისი დიდებით, მისი გამარჯვებით. ნეტავ მეგობრებო, ჩვენ ცხოვრებაში რის გაკეთებას აპირებს უფალი, როდესაც ეს განსაცდელები მოდის ჩვენ ცხოვრებაში. როდესაც მოდის მონახულების ჟამი ჩვენ ცხოვრებაში. როდესაც ისევ იწონება ჩვენი ერთგულება. იმიტომ რომ დაცემას წინ ამპარტაუნება უძღვისო, ხოლო განდიდებას თავმდაბლობა. დავიმდაბლებთ კი თავს. შევძლებთ კი რომ ჩავაბაროთ გამოცდა. აღმოჩნდებით კი იმ ადგილზე, სადაც უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა შეძლოს ხელგაშლილი კურთხევა ჩვენი, შეგვიძღვეს ჩვენი ცხოვრების უფრო მაღალ ეტაპზე. არადა წმინდა წერილში წერია, ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში. არც ერთ შემთხვევაში ღმერთი არ ფიქრობს იმას, რომ აი ახლა შენ მოგეცი რაღაც და გეყოფა სიკეთე ცხოვრებაში, ახლა უნდა დაგსაჯო და გეყოფა, ამის მეც აღარ გაჭმევ, ამის მეც აღარ დაგაწინაურებ, ამის მეც აღარ მოგცემ. პირიქით, წმინდა წერილი ამბობს, ჩვენ უნდა ვიზრდებოდეთ რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში, მაგრამ ყველა ამ გაზრდის, ყველა ამ დაწინაურების, ყველა ამ დიდებით შემოსვას წინ უსწრებს თავის დამდაბლება. უსწრებს გამოცდის ჩაბარება. უსწრებს გადამოწმება, ვდგავართ კი იქ, სადაც მოგვიწოდა უფალმა. შეგვიძლია კი ისევ ღმერთი დავაყენოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე საპატიო ღირებულ ადგილზე. შევძლებთ კი თუნდაც ისაკის მოტანა დაგვჭირდეს სამსხვერპლოზე, მოვიტანოთ. ნეტარია ის, ვინც ამას შეძლებს. მე მინდა ერთი ადგილი წაგიკითხოთ წმინდა წერილიდან. ეს არის იესუა ნავეს ძეს მეხუთე თავი. აი უკვე მოსე შეუერთდა თავის წინაპრებს, თავის მამებს. უკვე იესუა ნავეს ძე დაადგინეს წინამძღოლად და უნდა გადალახონ იორდანე. უნდა გადავიდნენ და დაიმკვიდრონ ქანაანელთა მიწა. მაგრამ ღმერთი რაღაცას ეუბნება იესუა ნავეს ძეს და მოდი შევხედოთ რას ეუბნება. როცა იორდანეს გამოღმა დასავლეთისკენ ცხოვრები ამორელებისა და ზღვისპირა ქანაანელების მეფეებმა გაიგეს, რომ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები, ეს არის იესუა ნავეს ძეს მეხუთე თავი. ისრაელიანთა წინაშე ვიდრე გადალახავდნენ, შეუკრთათ გული და მხნეობა აღარ შერჩათ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ. უთხრა უფალმა იმ დროს იესუას, გაიკეთე ბასრი დანები და კვლავ წინა დაცვითე ისრაელის ძენი. გაიკეთა იესუამ ბასრი დანები და წინა დაცვითა ისრაელის ძენი ჩუჩის ბორცვთან. აი რის გამო წინა დაცვითა იესუამ. ყოველი მამრი, ბრძოლის უნარიანი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, უდაბნოს გზაზე დაიხოცა, მას მერე რაც გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი. რადგან 40 წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში და ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლის უნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება. ამ ურჩითაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა. სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში. დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა და დარჩნენ განკურნებამდე თავის ადგილებზე ბანაკში. უთხრა უფალმა იეშუას, დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი. და დღემდე ამიტომ ეწოდება ამ ადგილს სახელად გილგალი. ნახეთ მეგობრებო, აი იორდანე გადალახეს და უნდა დაიმკვიდრონ აღთქმული მიწა. მიწა, რომელშიც მოედინება თაფლისა და რძის მდინარეები. მაგრამ ერთი რამე ხალხს არ ახსოვს. ისინი კი მიდიან აღთქმის დასამკვიდრებლად, მაგრამ თვითონ აღთქმა არ დაუდევთ ღმერთისთვის. თვითონ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ სისხლით შევიდნენ აღთქმაში ღმერთთან. ის ხალხი, ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა, ისინი წინადაცვეთილები იყვნენ. და მათ თავი გაინთავისუფლეს მონობისგან. სწორედ იმიტომ, რომ ისინი აღთქმაში შევიდნენ ღმერთთან. მაგრამ ესენი შემდეგი თაობა, ვინც არა მხოლოდ მონობიდან გამოვიდა, არამედ უკვე აღთქმულ მიწაზე უნდა შევიდეს, რომ დაიმკვიდროს, ესენი ჯერ ღმერთთან აღთქმაში არ შესულან. ამათ არ იციან, რას ნიშნავს ვალდებულების აღება, რომ უერთგულონ ღმერთს. ამათ არ იციან, რა ტკივილის გადატანა უწევს ადამიანს იმისთვის, რომ აღთქმა მათ ცხოვრებაში იყოს ქმედითი, ძალაში შევიდეს. ისიც მე ბიზნესითაც ვარ დაკავებული და როდესაც რაიმე შეთანხმებას ვაწარმოებ ხოლმე, ვღებულობ ხოლმე რომელიმე სხვა პარტნიორ კომპანიასთან, ჩვენ ვადგენთ კონტრაქტს. მაგრამ ეს კონტრაქტი სანამ ხელი არ მოეწერება, ძალაში ვერ შედის. ორივე მხარემ უნდა შეისწავლოს კონტრაქტი და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეასრულებს ყველაფერს, რაც იქ წერია და თუ ყველაფერს შეასრულებს, რაც იქ წერია, შემდეგ გააქვს მხოლოდ უფლება მოითხოვოს ყველაფერი ის, რასაც პირდება საპირისპირო მხარე. ნახეთ, ეს ხალხი გადადის აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად, მაგრამ ღმერთი ეუბნება, გაიაზრე აღთქმის დასამკვიდრებლად, რისი გაკეთება მოგიწევს. აიღე პასუხისმგებლობა, რომ შენც ერთგული დარჩები ჩემდამი აღთქმისა. წინა დაიცვითე და სისხლით შემოდი ჩემთან აღთქმაში. განიცადე ტკივილი, ნუ გეშინია, იქ წერია, რომ იქვე დარჩნენ, სანამ არ განიკურნენ. იქვე წერია, რომ ღმერთმა მოუშუშა მაჭრილობები, განკურნა ამ ტკივილისგან და შემდეგ გადაიყვანა და დაუმკვიდრა აღთქმული მიწა. მაგრამ აღთქმა ძალაში შევიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზედმიწევნით შეასრულებდა ყველაფერს, რაც კი იმ აღთქმაში მოიაზრებოდა. ჩვენ როგორ ვართ, მეგობრებო? გვახსოვს ჩვენი აღთქმა უფალთან. ვემზადებით აღთქმების დასამკვიდრებლად. მაგრამ ვემზადებით ისე, რომ ვუერთგულოთ აღთქმის ყველა პუნქტს. ყველაფერი ჩვენი, რაც გაგვაჩნია, ეკუთვნის კი ღმერთს. და თუ უფალი გვაძლევს იმის უფლებას, რომ რაღაცით დავტკბეთ, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სადღაც მოვდუნდით და რაღაცა უკვე ღმერთზე წინ დავაყენეთ. იქნებ სადღაც ჩვენი გული მიეწება რაღაც ამ ქვეყნიურს. დროა გადავხედოთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას. დროა, ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ გადავიდეთ და დავიმკვიდროთ აღთქმული მიწა, შემდგომი ეტაპი, დიდებიდან დიდებაში, რწმენიდან რწმენაში, გადავამოწმოთ ჩვენი გულები, ვართ კი ერთგულნი ღმერთისა.
ვართ კი უკომპრომისონი ჩვენს აღთქმაში. იცით? ისრაელიანებმა წინა დაიცვითეს და შევიდნენ აღთქმაში ღმერთთან და ძალიან ადვილად დაამარცხეს ქალაქი იერიხო. შეუვალი გალავნით გარშემორტყმული ქალაქი. წაიკითხეთ იეშუა ნავეზეს მე-6, მე-7, მე-8 თავები, მე-5 თავი თუნდაც ეს საიდანაც ჩვენ წავიკითხეთ. და შემდეგ უფრო პატარა მცირე ქალაქი იყო ჰაღაი. სტოურებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ 2000 კაციც ეყოფოდა ამ ქალაქის დაპყრობას. და მათ გონიათ, რომ ამასაც ადვილად დაამარცხებენ, რადგან იერიხო დიდი გამაგრებული ქალაქი ერთი ამოსუნ თქვით დაამარცხეს. წავიდა ხალხი, მაგრამ უკუიქცნენ ისრაელიანები. და იეშუა ნავეზზე პანიკაში ჩავარდა. იეშუა ნავეზზე შეღაღადებს ღმერთს, შესტირის და ეუბნება ღმერთო, ეს რა მოგვივიდა, ახლა ყველა გაიგებს, რომ ამ პატარა ქალაქს ზურგი უჩვენეთ, გამოვიქეცით და მე შენს სახელს რას უშვები? და ღმერთი ეუბნება, კარგი რა, ცოდვაა ისრაელში. აღთქმას უღალატეთ. და ნაცვლად იმისა, რომ რწმენიდან რწმენაში გადაზრდილიყავით, ნაცვლად იმისა, რომ დიდებიდან დიდებაში გადასულიყავით, ქალაქიდან ქალაქი დაგეპყროთ, მიწიდან მიწად დაგეპყროთ და დაგემკვიდრებინათ, ვიღაცამ აღთქმა დაივიწყა, გამოცდას ვერ გაუძლო. და გემახსოვრებათ ის ისტორია, რომ აღმოჩნდა იუდას ტომიდან ზიმრის საგვარეულოდან ერთი კაცი ყაქანი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, რომ არაფერს არ გაჰკარებოდა. თავისთვის არ წამოეღო, რასაც ვერცხლსა და ოქროს ნახავდა დარესხებულ ქალაქში, ყველაფერი უფლის საწმინდრისთვის უნდა მიეტანა და აღიარებს ყაქანი, რომ მოეწონა იქ მოსასხამი, ვერცხლი და ერთი ოქროს ზოდი წამოიღო და თავის კარავში დამალა. და ისრაელი უკუიქცა. ნაცვლად დიდების დამკვიდრებისა სირცხვილი ჯამა. ჩვენ როგორ ვართ, მეგობრებო? მოდი გადავხედოთ ჩვენს გულებს. აი ახლა, როცა ყველას მოლოდინი გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ რაღაცაში წარმატებას მივაღწევთ, რომ რაღაცაში გარღვევა იქნება, რომ რწმენიდან რწმენაში გადავალთ, დიდებიდან დიდებაში გადავალთ. შევამოწმეთ კი ჩვენი გულის მდგომარეობა. შევხედეთ კი ჩვენს აღთქმას ღმერთის წინაშე. ვართ კი მოწოდების სიმაღლეზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაცდელს გაუძელით, ცდუნებას გაუძელით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკომპრომისონი ვართ. იმ შემთხვევაში მე რომ მოგიყევით, აღმოჩნდა, რომ ღმერთისთვის არ ყოფილვარ ერთგული. აღმოჩნდა, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ჩემთვის ვაკეთებდი. და მოვინანიე. და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან რასაც გავაკეთებ, ყველაფერი გავაკეთო უფლისთვის. და რაც დაჭირდება უფალს, ყველაფერი უყოყმანოდ გავცე. იცით, სულ ახალი მორწმუნე ვიყავი, ახალი ბიჭი ვიყავი, ჩამოსული ემიგრაციიდან, მეც თქვენსავით ემიგრანტი ვიყავი, იცით უკვე და 23 წლის ასაკში შევიძინე ერთი ბინა. და ძალიან მეამაყებოდა, რომ ჩემი ნაშრომით ბინა შევიძინე და ერთ-ერთ ლოცვაში უფალმა მკითხა, რომ გთხოვო, რომ ბინა გაყიდო და ფული ეკლესიაში შესწირო. გააკეთებ და ელდა მეცა. ერთადერთი რაც გამაჩნდა პატარა ბიჭს იყო ეს ჩემი ბინა. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, რომ ჩემი ყველაფერი ეკუთვნოდა ღმერთს. გამოგიტყდებით და შემეშინდა. მაგრამ დადგა მონახულების ჟამი, გამოცდის ჟამი. პასუხი იმ ლოცვაშივე არ მithქვამს უფლისთვის. 2 კვირა ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა ამის გაკეთებას. ვიმაგრებდი გულს წმინდა წერილით. და ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ უფალი მომთხოვდა ამას, მან ხომ იცოდა, რომ მე ბინა მჭირდებოდა. ის ალბათ გაითვალისწინებდა ჩემთვის სხვა თავშესაფარს, სადაც შევძლებდი ცხოვრებას. იმ დასკვნამდეც მივედი, რომ თუ უფალი მომთხოვდა ამას, ის ჩემი მშობლების გულშიც თანხმობის
სურვილს გააჩენდა და კონფლიქტები არ შემექმნებოდა ჩემს საკუთარ მშობლებთან. იმ დასკვნამდეც მივედი, რომ თუ უფალი მომთხოვდა ამას, ის დასტურსაც მოიტანდა კიდევ რამოდენიმე მოწმობით, რომ მე ჩემს ემოციებს აყოლილი კი არ უყოფილიყავი და რაღაცა არასაჭირო მსხვერპლი გამეღო, დამარწმუნებდა, რომ მართლა უფალი მელაპარაკებოდა და თუ დავრწმუნდებოდი, რომ მართლა უფალი მელაპარაკებოდა, ძალასაც მომცემდა, რომ ეს მსხვერპლი გამეღო. სადღაც 2 კვირის თავზე დაუბრუნდი ამ საკითხს უფალთან ლოცვაში და უთხარი უფალო, შენ რომ მითხარი, გავაკეთებ თუ არა, მე დღეს შემიძლია გითხრა, რომ გავაკეთებ შენი გულისთვის. შენ თუ გინდა უფალო, ოღონდ უნდა ვიცოდე, რომ მართლა შენ გინდა. და იცით რა მოხდა? მე გავიგონე ჩემ შინაგანში ხმა. არ მინდა შვილო, ჩაგეთვალა. მე მინდოდა გამეგო შენი გული, რა მდგომარეობაში იყო. იცით, ასეთი გამოცდები ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში. ხანდახან ზე აღმართულ מחვილს გაგაჩერებინებს უფალი და გეტყვის, აბრაჰამ, ახლა მივხვდი, რომ შენს ძეზე მეტად გიყვარვარ. ხანდახან გულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე ბეჭედს დაგირტყამს და გეტყვის, ვიცი შვილო, რომ ახლა უკვე ვიცი, რომ შენ ყველაფერზე მეტად გიყვარვარ. ხანდახან მარტო מחვილის აღმართვა საკმარისი არ არის, ხანდახან მართლა გვიწევს რაღაცეების გაკეთება იმისათვის, რომ დავამტკიცოთ. ღმერთი გვიყვარს ყველაზე ძალიან. ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. ერთგულები ვრჩებით იმ აღთქმის, რომელიც დაუდეთ ღმერთს ნათლობის დღეს. ხანდახან, როდესაც გადავხედავთ ჩვენს ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ არც ისეთი ერთგულები ვყოფილვართ. და ამიტომ მოდის ჩვენ ცხოვრებაში იმედგაცრუება და ტკივილი. მაგრამ ყველაფერი როდი იკარგება, როდესაც რაღაც გვეშლება. ჩვენ გვყავს შუამდგომელი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც დგას და შუამდგომლობს ჩვენთვის, რომელმაც სისხლი სწორედ იმიტომ დაღვარა, რომ ჩვენი ორგულობა თავისი ერთგულებით შეემოსა, რომ ჩვენი სისუსტეები თავისი ძლიერებით შეემოსა, რომ ჩვენი უძულურება თავისი ყოვლის შემძლეობით შთაენთქა და თუ ჩვენ სადღაც არ შეგვიძლია, მოციქული პავლე გვეუბნება წმინდა წერილში, აი სწორედ იქ დგება მომენტი, როდესაც უნდა გამოვლინდეს ღმერთის დიდება ჩვენს ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სისხლი სწორედ იმიტომ დაიღვარა, მეგობრებო, რომ დაფაროს მე და შენი ნაკლოვანება. დაფაროს მე და თქვენი სისუსტე. დაფაროს მე და თქვენი შეცდომა და წმინდა და პირნათლები წარგვადგინოს მამის წინაშე. მაგრამ ვის ცხოვრებაში მოქმედებს ეს ქრისტეს სისხლი? ვის ცხოვრებაში არის ნაყოფიერი ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო იესო ქრისტემ? აი, ამ ადგილსაც წავიკითხავ და შემდეგ დავასრულოთ. ეს არის ებრაელთა მიმართ მე-9 თავი. მე-14 მუხლი. ებრაელთა მე-9 თავის მე-14 მუხლი. მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმენს ჩვენს სინდის მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის. ნახეთ მეგობრებო, თურმე ქრისტეს სისხლი წმენს თითოეული ჩვენგანის სინდის და მსჯავრდადება აღარ გვაქვს სინდისში. რატომ? ერთი მიზნისთვის, რომ მოვიქცეთ მკვდარი საქმეებისგან, გამთავისუფლდეთ ამ მკვდარი საქმეებისგან, ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის. ნახეთ ზეგან რა წავიკითხეთ, როდესაც მათ წინა დაიცვითეს და სისხლი დაღვარეს, და შევიდნენ აღთქმაში ღმერთთან, ღმერთმა უთხრა უფალმა იეშუას, იეშუა ნავეზის 5:9, დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი. ადამიანებმა განაახლეს აღთქმა ღმერთთან და გადაწყვიტეს, რომ იცხოვრონ არა საკუთარი თავებისთვის,
იმ მიწაზე, სადაც შედიან, არამედ ღმერთის მცნებების აღსრულებისთვის. სისხლით დაღვარეს, მსხვერპლი გაიღეს და უფალმა უთხრა: ნუ ღარ შეგრცხვებათ, დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილე. და დღესაც წმინდა წერილი გვეუბნება, იესო ქრისტეს სისხლი წმენს ჩვენ, ვინც შევედით იესო ქრისტეს მეშვეობით აღთქმაში ღმერთთან, წმენს ჩვენ სინდის ყოველგვარი მსჯავრდადებისგან და გვაშორებს მკვდარ საქმეებს. რატომ? იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ღმერთის საქმეების აღსასრულებლად. მეგობრებო, უშეცდომო არავინ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ დღეს გავიხსენებთ რა აღთქმა დაუდეთ უფალს, თუ ჩვენ დღეს განვაახლებთ ჩვენს აღთქმას უფალთან, თუ ჩვენ დღეს მოუხმობთ ქრისტე იესოს სისხლს ჩვენ ცხოვრებაზე, ჩვენი შეცდომების ჩამოსარეცხად, ჩვენი სინდისის განსაწმენდად და ვეტყვით უფალო, გვაპატიე რომ გიორგულეთ, გვაპატიე ღმერთო რომ არ ვიყავით ბოლომდე უკომპრომისო და ერთგული როგორც შენ იყავით ჩვენ და მე ღმერთო, გაგვწმინდე შენი ძვირფასი სისხლით, მოგვაშორე ჩვენ ეს ბოროტი საქმეები და გვაცხოვრე ამიერიდან შენი კეთილი საქმეების საკეთებლად, შენი სამეფოსთვის, როგორც წერია, უწინარეს ყოვლისა ეძიეთო სასუფეველი ცათა და დანარჩენი ყველაფერი რაც გჭირდებათ, შემოგემატებათო თქვენ, უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას, გაგვიმზადებს გულებს და აგვიყვანს რწმენიდან რწმენაში და გადაგვიყვანს დიდებიდან დიდებაში. იცოდეთ, მეგობრებო, თუ თქვენ ცხოვრებაში არის გამოწვევა, არის ტკივილი, არის განსაცდელი, ეს არა იმისთვის, მეგობრებო, რომ თქვენ დაგცეთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ კვლავაც დაუდასტუროთ ღმერთს. აქავარ უფალო, შენი ერთგული ვარ. დღეს განვაახლებ აღთქმას შენთან. დღეს ჩემს გულს წინა დავიცვეთ. დღეს შენ სისხლს მოუხმობ ჩემზე და კვლავაც ვღებულობ გადაწყვეტილებას უარი ვთქვა ამ ქვეყნიურ ამაო საქმეებზე და ვიცხოვრო შენი დიადი საქმეების განსახორციელებლად და მჯერა უფალო რომ შენ შემაძლებინებ და როდესაც დავინახავ შენს დიდებულ საქმეებს ჩემს ცხოვრებაში მეცოდინება რომ ეს შენი დამსახურებაა და მთელ დიდებას მოგიძღვნის შენ ერთადერთო და ჭეშმარიტო ღმერთო იესო ქრისტეს სახელით. ამინ. აი მეგობრებო, ის რაზეც მინდოდა დღეს თქვენთან საუბარი, მე გაკურთხებთ უფალი იესო ქრისტეს სახელით. მოუხმობ უფალი იესო ქრისტეს უძვირფასეს სისხლს თქვენზე და ჩემზე. მოუხმობ უფალი იესო ქრისტეს ძვირფას სულს თქვენზე და ჩემზე, სიბრძნისა და გამოცხადების სულს. დაე უფალმა აგვიხილოს თვალები, დაე დაგვანახოს ჩვენი გულის მდგომარეობა, გაგვწმინდოს ყოველგვარი ცოდვისგან, გაგვწმინდოს ყოველგვარი მსჯავრდადებისგან, გაუბედაობისგან, სინდისის კენჯნისგან, მოგვცეს გაბედულების სული, რამე თუ დიდია გაბედულების საზღაური, მიგვაღებინოს გადაწყვეტილება, ხელახალი მიძღვნის გადაწყვეტილება უფლის საქმეებისადმი, ზეცისადმი, მისი ერთგულებისადმი და მოგვცეს ძალა რომ ეს გადაწყვეტილება მოვიყვანოთ სისრულეში. მანამდე დავითმინოთ, მანამდე ვიყოთ უკომპრომისონი, სანამ არ ვიხილავთ ღმერთის საქმეებს აღსრულებულს ისე, როგორც ეს აღსრულდა იოსების ცხოვრებაში, როგორც ეს აღსრულდა დავითის ცხოვრებაში, როგორც ეს აღსრულდა იესო ქრისტეს ცხოვრებაში, დანიელის ცხოვრებაში და რამდენი ვინმე ჩამოვთვალოთ, მეგობრებო. რადგან ღმერთი ერთგულია, მაშინაც კი, როცა ჩვენ არა ვართ ერთგული. უფალმა გაკურთხოთ, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ვინც მთელი გულით განიახლებს აღთქმას უფალთან. ის შეძლებს, რომ გადალახოს ეს გამოწვევა და დაიმკვიდროს აღთქმული. გაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით. მიყვარხართ ძალიან, პატივია ჩემთვის თქვენ და მიმომსახურება და როგორც კი საშუალება მომეცემა, კვლავაც ჩაგერთვებით, საუკეთესო სურვილებით, უფლის მშვიდობას გიტოვებთ, მეგობრებო. კარგად ბრძანდებოდეთ. ოღონდ ამის გათიშვა ყოველთვის